დღისით მზისით თბილისის ერთ-ერთ კორპუსში შედის ინდოელი ვოლტზე დასაქმებული ადამიანი და მოურიდებლად პირდაპირ CCTV კამერამ დააფიქსირა, დაჟე ქუჩის ზაღლი რო არ იკადრებს მაგას და არც ერთი ცხოველი დედამიწის ზურგზე კორპუსში ერთ-ერთი მაცხოვრებლის წინ ეს ინდოელი ისაქმებს. ეს კადრები მე რო არ მენახა, მართლა ვერ დავიჯერებდი დაჟე იმასაც, რომ ინდოელისნაირ მყრალსაც კი შეიძლება გადაახტეს თავის მყრალ მორალსაც და ეს უკადრებელი რამე იკადროს. ეხლა ხო არ ეგონა ვინმეს რომ ეს მე გამომრჩებოდა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებდი. თან არაერთი ვიდეო მაქვს გაკეთებული, რომ ინდოელები, პაკისტანელები და ეს ბომჟები, აბსოლუტურად განუვითარებელი ცივილიზაცია საერთოდ არ უნდა შემოუშვათ ქვეყანაში, არც დასაქმების უფლება მივცეთ და ეს ვიდეო არის იმის დემონსტრირება, რომ პირდაპირ უნდა აღმართო როგორც ტრამპმა მექსიკას აღმართა დიდი კედელი და ესეთი ხალხი ქვეყანაში არ უნდა შეუშვა. მოდი ხა ჩვენ სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერთ არხი, გავზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებო ნახონ რა ხდება სინამდვილეში ვოლტზე დასაქმებული ეს ბომჟები რებს კადრულობენ უბრალოდ და სპეციალურად დატოვაკეთებ ამ ყველაფერს რომ მივიდეს ესეთი ხალხის ყურამდე რომ უფრო და უფრო სერიოზულად დაფიქრდეს ამ ადამიანებს რომ მაქსიმალურად შეუზღუდონ როგორც ქვეყანაში შემოსვლა, ბინადრობის უფლება, დასაქმება და ასე შემდგომ. მოდი ეს უმსგავსო საქციელი და უმსგავსო ქმედება ვნახოთ, რომელსაც ქუჩის ზაღლის არ იკადრებს რა. ახლა შემოდის კორპუსში. ალბათ შეკვეთა მიაქვს ინდური ნამცხვარი. ეს შემოდის, ადის ზევით, აქეთ იქით იყურება. ნახეთ, სადმე ოდესმე გინახიათ მსგავსი რამე, რამე ვიდეო შეგხვედრიათ, რომელიმე ქვეყანაში თუ გინახიათ მსგავსი შემთხვევა, დაწერეთ კომენტარში, მართლა მაინტერესებს. და ეხლა უყურეთ რას აკეთებს. შარვალს იხდის, ნახეთ CCTV კამერამ როგორ დააფიქსირა და ყოჩახვინც ეს გაავრცელა. და პირდაპირ, როგორც ძაღლი, ძაღლი ამასთან შედარებით, ქუჩის ძაღლი არის, ჰიგიენაში ნომერ პირველი. ნომერ პირველი, შედარებაც არ შეიძლება, ნების ვერც ერთ ღორსაც ვერ შეადარებ, დაჟე ღორმაც კი იცის, სად უნდა მივიდეს, სად უნდა ქნას. და ნახეთ, შუაგულ იმაზე, რა ეს ხდებოდა დაახლოებით გურამიშვილზე, რამდენადაც მე ვიცი. ხო ნუ საზიზღრობა არის ხა ემისისა, რა თქმა უნდა დაბლარული მაქვს ეს ყველაფერი. ტიპი, კორპუსის წინ, პირდაპირ მაცხოვრებლის გვერდზე ხალხო, თქვენ წარმოგიდგენიათ, უბრალოდ მერე გვეტყვიან რატო ხართ რასისტებიო, მერე გვეტყვიან რატო გეზიზღებათო. ბიჭო, და იმასაც ამბობენ ხოლმე, ქართველები რო უცხოეთში ჩადიანო, გინდაო რა ქართველებს ეგრე მოიქცენო და ბიჭო, ქართველები ესე იქცევიან უცხოეთში, ქართველებს მართლა არ გვესწავლება მაგაში ხა კულტურას, დილობა და ჰიგიენა და ეგეთ. ეს რასაც აკეთებს, ეს ადამიანად წოდებული. არ ვიცი რა დავარგი შიმპანზე ორანგუტანგი ვერც ერთს ვერ შევკადრებ ამას რომ ეხა ის სიტყვა უწოდო და ის მოუძებნო საერთოდ ლექსიკაში რომელიც ამის სიბინძურას და ამორალურობას ეხა რეალურად გადმოსცემს. ესე მოისაქვა ვითომს არაფერი და ხა წარმოიდგინეთ ამით მერე რა ამასთან ორი წამი თავი გავანებოთ ამით მერე თქვენთვის საჭმელი მოაქვს. ჩვენი მოქალაქეებისთვის მიაქვს საკვები სახში მე მაგიტომ აქ ვოლტი პირდაპირ გეონები ამაისა შეიძლება არ მაქვს, ძმაო. უყურეთ კარგად. Remo up. იმის გამო ვოლტს შლი, დაინახეთ სოყალა ვოლტი წავშალი იმის გამო. სანამ ეს მასხრები და მათხოვრები იქნებიან დასაქმებულები საქართველოში, მე ვოლტიდან აღარაფერს აღარ გამოვიძახებ ცხოვრებაში. სულ ფეხზე მკიდია. არ მატარდებს ეს ზოგადად მათ ბიზნესს წინ წაადგება თუ არა. ეს რაც რეალურად ესეთი არ ვიცი კიდე რა უწოდო კანიბალები ისენი რა ქვია ავსტრალოპიკეტის ბევრად ჰიგიენური იყო კაცო ევოლუციურ გარდამავალჯადში ბევრად წინ იყო რაღაცებს ის მაინც იცოდა რა ადგილას მისულიყო რა ადგილას მოისაქმნა და რა ადგილას ეჭამა ეს პაპუასები მართლა ეს როგორ უნდა გააკეთო ბიჭო იმის და რაღაცა ხოშინაგანი რაღაც ხმა უნდა კონდეს ან რაღაც სადმე ხო უნდა გაიზარდო ადამიანი სადმე რაღაცა ხო ნანახი უნდა კონდეს რავი რო კითხოდი YouTube-ზე და იმაზე არიან შემჯდარი დილიდან საღამომდე და იქ მაინც ვერ ისწავლეს კულტურის ნორმები რომ მთელი მსოფლიო ეღადავება ამით ჰიგიენას პირდაპირ სადაც საჭმელს აკეთებენ იქ ვირთხები დარბიან ფეხებსაც იგიბანენ ყველაფერს იგიბანენ და იქ იძინებენ და ყველაფერს იქ გაკეთებ მთელი მსოფლიო მაგაზე ეღადავება მარტო საქართველოში კი არ არის სირცხვილია უბრალოდ, თო.
რას ლაპარაკობ, ეს ვინც ამას საჭმელი მიუტანა ძმაო? სასწრაფოდ უჰანის ლაბორატორიაში გადაიყვანეთ და რავი ანალიზები გაუკეთეთ და რამე ახალი ვირუსი არ გაავრცელოს, ისედაც დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ეხლა აი ამის ვირუსები ღამაკლია, მე ზომბად არ გადავიქცეთ. ეს მართლა როგორ უნდა გააკეთო ბიჭო? აი ხო პირველად მითხრა, ანუ მეგობარმა ის მითხრა, რომ ნახეო რა მოხდაო და მეთქი რა მოხდა რა და ისაო რა ქვია. ვიდეოს გამოგიგზავნიო ეხაო რა. ჩამიგდო ვიდეო, ხოსე მეთქი საქართველოა, კი რითი მივხვდი რომ ეხა საქართველოა ესეც რომ აი ესეთ სოჩიკები შეგნით რომ ამაგრია. უბრალოდ გარედან корпуსში ეს არის საქართველო. და ეს არის 22-ში, 09/22/2025 CCTV კამერამ რო დააფიქსირა. სამწუხაროა რომ ამის იდენტიფიცირება არ ხდება, ეს უნდა პირდაპირ საიმიგრაციო პოლიტიკის პოლიციის მიერ უნდა იქნას აი დაჭერილი და ქვეყნიდან გადეპორტებული. იმიტომ რომ ეს არის ყოველგვარი კულტურული ნორმების ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად. და სამწუხაროდ ჩვენ თუ სამართალმცოდნეობაში არ გვაქვს ეგეთი გამოცდილება, რომ აყროლებული ჯიშის ცხოველები რო შემოყავს საქართველოში და მაგათ მიმართ რასახის პრევენციებს მიმართოთ, მაშინ საჭიროა კომისია შეიქმნას და განიხილონ, რავი, სამართალ შემოქმედებაში ადმინისტრაციულ სამართალში და ასე შემდგომ, თუ რა სახის მორალური, რა სახის ჰიგიენური ზიანი ადგება საზოგადოებასა და საქართველოსა და თბილის აი ესეთი პაპუასები, როდესაც ქვეყანაში შემოდიან. რავი, მოიფიქრონ რამე საზღვარზე დააყენონ ჰიგიენის გაკვეთილები. რამოდენიმე საათი ჰიგიენა უბრალოდ ის basic რაღაცა, ხელი უნდა ჭამის მერე ხელი უნდა დაიბანო, კბილები რომ უნდა გამოიხეხო, ის რომ მაგალითად корпуსში არ უნდა მოისაქმო, ანუ ამაზე უნდა არსებობდეს ჰიგიენის გაკვეთილები. ანუ ამ ადამიანებს რეალურად ჭირდებათ. ანუ ნახეთ, იმაზე რომ მიწერდნენ ხოლმე კომენტარებს, აი რუსები რომ შემოდიან, იმაზე პრობლემა რატო არ გაქვს? ბიჭო, რუსი და ეს ერთი და იგივეა, ჰა? უკრაინელი და ეს ერთი და იგივეა? რავი, ებრაელი და ეს ერთი და იგივეა? რავი, ევროპელი და ეს ერთი და იგივეა? ანუ ტიპი არის გენეტიკაში აქვს. ანუ მესამე მსოფლიო ომი თუ მოხდა ინდოეთ პაკისტანს შორის, ჩემი ზღრმარწმენით ეს გამოყენებული იქნება არა ბირთვული იარაღი, არამედ ნივია უნდა ჩააგდო პირდაპირ. და ის რო აფეთქდება, ხო, დიდი ნივია რო ჩააგდო ეხა შენ დელიში, მაგრამ ის რო აფეთქდება, ის გამოიწვევს ისეთი სახის, ესე ვთქვათ, ტანიდან, ისეთი სიბინძურის, ესე ვთქვათ, განთავისუფლებას, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი მომწამლავი აირი ჩერნობილის მერე. ჩემს მტერს შეეყარა მერე ყველაფერი. ეს თუ განგი მდინარე ჩაიტანა, ჩათვალე მთელი მსოფლიო გავნადგურდებით. აი ეს რა არის ხალხო, არ ვიცი, ეს რა არის? რა ამის დანახვაც აღარ მინდა უკვე. ღმერთო შენ მიშველი, აი ამების ახსნა რო ქვეყანაში მოგიწევს, აი არ ვიცი ძმაო, ეს ამების ახსნა რო არ ვიცი, იმიტომ რომ ეხა მადლობა ღმერთს, რომ აი ქართველებს კარგი თვისება რაც ჩვენ გვაქვს, რომ ნებისმიერი რამე რაც ხდება, ანუ პრობლემა, იმდენად პატარა ერი ვართ და იმდენად ესე ვთქვათ შეკრულები მაგაგებით, რომ ანუ სოციალურ ქსელებში იპყრობს მეორე დღეს ყველანაირი მსგავსი შემთხვევა. ბიჭო, აი რა მიკვირს ყველაზე მეტად იცი? ეხა ინდური კულტურა არ არის ცუდი ზოგადად ინდური კულტურა რა, ეხა რა მრავალფეროვანია, ძალიან ღრმა ისტორიული წარსული აქვს, ჰინდუისტური რელიგია, იქ რა ქვია, ნირვანები, ბევრი რამე აქვს, ეხა ვერ ვიტყვით ეხა იმას, რომ რაღაცა კულტურო ზოგადად არ აქვს კულტურული ანთროპოლოგია, მაგას ვერ ვიტყვით, მართლა აქვს ბიჭო. აი რანაირად მოახერხეს უბრალოდ ზოგადად ამ ნახევარკუნძულზე ამ კონტინენტზე რანაირად მოახერხეს, რომ ასეთი ძველი ну კულტურულად ერთ დროს ძალიან ესე ვთქვათ ცნობილი ხალხი აი ესეთი უჰიგიენო, ესეთი ბომჟი და ესეთი პაპუასები დარჩნენ. იმის ფონზე, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისწავლა ჰიგიენის ფორმა ისეთმა ესე ვთქვათ ბინზურმა შეიძლება არსებებმაც, როგორებიც შეიძლება არიან აფრიკაში. ну რატო ბინზურები ხო? იმიტომ რომ ანუ ხა 2000 წლის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე თუ რამე დაფინანსება მიდიოდა, უბრალოდ ლენდკრუიზერ, ანუ აქლემიდან ლენდკრუიზერი იცვლებოდა. დიქტატორების ეგეთები ყავდათ, მმართველების ეგეთები ყავდათ, ანუ არაფერი არ ვითარდებოდა. პრაქტიკულად წინა ცივილიზაცია არ მიდის მანდ. ეგენი არიან ჩარჩენილები, ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით 2500 წელს სადღაც ეგრე. ხო და ბიჭო, რაღაც, ანუ იმეში რომ მიდის დაფინანსება, რომ მაგალითად რაღაც პროგრამები უნდა დავაფინანსოთ, რაღაც მაგალითად წყალი უნდა გავიყვანოთ ეგეთი რამე. ბიჭო, აი არ შეიძლება რომ პროფესორები ჩავიყვანოთ აფრიკაში, პროფესორები ჩავიყვანოთ ინდოეთში, პროფესორები ჩავიყვანოთ პაკისტანში, რომ განვანათლოთ, რომ ინდოელები ბაზარი არა, მაგრები ხართ მათემატიკაში, ჭადრაკის თამაში, რავი, ჰინდუისტურ რაღაც რწმენა წარმოდგენებში, ბრაჰმაიზმებში, იმებში, ბიჭო, რა დიდი ფილოსოფია იმას უნდა, რომ სადაც ჭამ იქ არ მოისაქმო. ან корпуსის წინ შენ ეს არ უნდა ქნა.
ანუ აი ამაზე რატო არავინ არ აქვს ინიციატივა რომ მოდი გამოვიდეთ, რავი, რაღაცა ლექციების კურსი შევქმნათ, რავი, რომელიმე ამერიკის შეერთებული შტატებმა გამოყოს თანხა, რომ ვასწავლოთ კულტურა მაგ ხალხს. ანუ პარაზიტები ვითხრდებიან, ანუ აი წარმოიდგინეთ პარაზიტები როგორც ავრცელებენ, მაგალითად, აი ფაროსანა როგორც ავრცელებს რაღაცა დაახლოებით ეგრე არიან, რომლებიც ავრცელებენ, აი როგორც ვირთხებს გადააქვთ ვირუსები, ვირთხა ხო არის არსება, რომელსაც ვირუსი ყველა სწრაფად გადააქვს. შავი ჭირიც ეგ იყო, რომ ვირთხებს გადაქონდა ძირითად შემთხვევაში და ტოტალური ჰიგიენობა და მკვდრები ქუჩაში რო იყვნენ და რო ყრულდებოდნენ და მდინარეში აქტებდნენ, მე მდინარის წყალი არ ილეოდა, მე დაავადება იმასე ძალიან მარტივი იყო, მაგრამ აგლომერაცია ძალიან მჭიდრო იყო და დაავადება სწრაფად ვრცელდებოდა, ანუ როგორც ვირთხები ავრცელებდნენ, იგივენაირად არის ავრცელებენ ეს ინდოელები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში მის შემოვა რა. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა. და მე შემირცხვენია ტურისტული სააგენტო, არ ვიცი ტურისტული რომელი სააგენტო იყო თუ წარმოდგენა ამ ზაფხულ შევხვდა რომ ხელს უწყობთო ინდოელების ქორწინების დღესასწაულების გადახდას საქართველოსშიო რა. აი შემირცხვენია, აი ეს კადრები უნდა ააფარო პირდაპირ, აი ეს კადრები უნდა ააფარო ძმაო პირდაპირ. პირდაპირ უნდა ააფარო აი ეს კადრები მაგ კომპანიასა და ვინც მაგათ ესე ვთქვათ პიარს უწევდა რომ ისინი აქ შემოსულიყვნენ და მაგეთ ფული ეკეთებინათ. აი ეს კადრები და ეს ინდური ნამცხვარი პირდაპირ უნდა ააკაროს სახეზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსი შემოვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპელი შემოვა, თუ ევროპელსაც welcome შემოვიდეს, რუსიც შემოვიდეს, პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ მოდის და მიდის, მაგრამ ესენი ძმაო, რუსის გოგო ქუჩას მაინც ალამაზებს დედააფეთქებული. რუსლავი რო ქუჩაში გადის, თვალს მაინც გააყოლებ, ან დატკბები მისი სილამაზით. აი მით დავტკბე, შეხედე, აი მაყრულებული ინდოელი დავტკბე. გეკითხებით. რომელმაც ისიც არ იცის სად უნდა მოისაქმოს. ამიტომ ვიღაც კრიტიკოსები როგორ რუსეთზე რატო არ ვიტყვი, აი შეგნებულად არ ვამბობ რუსებზე. აი ვის რა პრობლემა აქვს, მაინტერესებს. რამდენი ლამაზი გოგო შემოვიდა რუსეთიდან, უკრაინიდან მათ შორის, რამდენი ქუჩები გაალამაზეს. არა ხო ყოველდღე მაგას ხედავდით ეხა თბილისის ქუჩებში რა ეხა რას ლაპარაკობთ და ყოველდღე მაგას უყურებდით. მაგრამ განსხვავებას ვერ ხედავთ ინდოელსა და რუსს შორის? აი პროტესტს მე რატო არ გამოვთქვამდი აქამდე. აი ეს არის მიზეზი. ამიტომ ნახე უკონტროლო მიგრაცია და ზოგადად არალეგალური მიგრაციაზე ხო მაქვს ვიდეო მე ჩაწერილი, სადაც ახსნილი მაქვს რავი თავიდან ბოლომდე მთავრობასაც შევთავაზე ეს გეგმა რომ მეთქი ამითი ხელმძღვანელი და ეს გააკეთეთ, იმიტომ რომ ქართველები არ პატიობთ ორ რამეს რა. ღირსების შელახვას და უკონტროლო მიგრაციას. აი, უბრალოდ ესეთი ერი ვართ. აუ, შეიძლება რასისტი ერი ვართ, ხო, რაღაც იმიტომ კიდე ჩვენ გარდა არავინ არ მოგწონს. აი, ესეთი ეგროგანტები ვართ ზოგადად და ესეთი ეგოისტები ვართ ჩვენ. ბუნებრივიც არის. კავკასიელები ვართ, თეთრები ვართ, ვამაყობთ ამ ყველაფრით. უდიდესი კულტურა გვაქვს, ულამაზესი მხარე გვაქვს და როგორ შეიძლება ესეთ ულამაზეს მხარეში ესეთი პირუტყვები ჩვენ ჩამოვიყვანოთ. ამიტომ ამაზე ავიცი რამე თუ არსებობს რამე საიმიგრაციო პოლიცია ან რამე იდენტიფიცირა ვოლტმა მოხსნას ეს თორე ვოლტს აი მე წავშალე უკვე ხო გემონებით განახეთ. მე აღარაფერს ჯერისედაც აღარ ვიძახებდი, მაგრამ საერთოდ აღარაფერს აღარ გამოვიძახებ მაგედან. მართლა და მართლა აი ლიჟბი ანუ მონასავით ადამიანი ამუშაო და ლიჟბი ვიღაც ყავდეს და ლიჟბი რაღაც გაგეყიდოს და მაგის გამო რომ შენ აი ესეთ პაპუასებს ასაქმებ ხო? ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება მაგ კომპანიას. ძალიან დიდი. და დიდი საყვედური ვოლტს, დიდი საყვედური რომ ეს პირუტყვები და ბომჟები ყავთ აყვანილი სამსახურში. და კიდე უარესი ტურისტულ სამსახურს არ ვიცი რომელი კომპანია იყო თუ სახელმწიფო არ ვიცი ვინ იყო მახსოვს სამსახურს ინდოელების რაღაც შემოყვანაო და რაღაც პროგრამა იყო გათვალისწინებული რომ აქ უნდა დავაქორწინოთ და მე გავუშვათ უკანო და შემირცხვენ რუსი შემოუშვით ეს არ შემოუშვათ. აი მოსკოვიდან გახსენით თუ გინდა ცალკე რუსის ლამაზ გოგოს მაინც შევხედავ ბიჭო რუსის. გინდა უკრაინა იყოს, გინდა ბელორუსი. ოღონდ ესენი არ დამანახოთ თბილისში რა. თორე მართლა ქართველებს თუ გადაკვეკეტა, აი ამათ ვახეხინებთ აი თბილისის ქუჩებს, აი პირდაპირ, აი ვახეხინებთ პირდაპირ. ქუჩის ზაღლების დაგვეხმარებია, ქუჩის ზაღლები ამათა შედარებით არიან ბურჟუაზიელი არისტოკრატები, რას ლაპარაკობთ. ქუჩის ზაღლი ბევრად სუფთა არის, ვიდრე ეს რავი ხუთი ერთად როა იყო. ამიტომ ძალიან დიდი საყვედური და მადლობა იმ ადამიანს, ვისაც გაავრცელა, რომ კიდევ ერთხელ დემონსტრაცია გაუკეთა, თუ საიდან არიან, რა წარმომავლობა აქვთ და როგორია ამათი ეთიკური, მორალური და ჰიგიენური განვითარება. საშინლად გმობამ ყველაფერს მეგობრებო, იცოდეთ რომ მე ყოველთვის მაგაზრზე ვარ და ნუ მახსენებთ ეგეთ მე ძალიან კარგად ვიცი რომელი პრობლემა გავაშუქო და რომელი პრობლემა გადმოვიტანო, აქედან გამომდინარე ყოველთვის შეეცადეთ რომ ინფორმირება ჩემი მოახდინოთ რაიმე ისეთი სიახლე თუ მოხდა რომელიც მე გამომრჩა და მე შევეცდები რომ თქვენი და ჩვენი საერო პრობლემები მე ყოველთვის წინ წამოვწიო და თქვენი აზრი მე ხმამაღლა გადმოვიტანო. დროებით მეგობრებო, დროებით და რავი, არ გამოიძახოთ არაფერი. დროებით.